შეერთებულმა შტატებმა ისრაელმა და ირანმა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. გზავი ითვალისწინებს 14 დღით ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას და ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის შეჩერებას. როგორც ირანი აცხადებს, დიდ გამარჯვებას მიაღწიეს და შეერთებული შტატები აიძულეს მათი 10 პუნქტიანი გეგმა მიეღოთ. საბჭოს მტკიცებით გეგმის ფარგლებში ამერიკა დათანხმდა ირანის წინააღმდეგ პირველადი და მეორადი სანქციის მოხსნას და შეერთებული შტატების საბრძოლო ძალების გაყვანას რეგიონში არსებული ბაზებიდან. ასევე ურანის გამდიდრებისა და ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის აღიარებას. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად კი უკვე 10 აპრილს პაკისტანში დაიწყება. დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის. ირანს სურს, რომ ეს მოხდეს. მათ უკვე ეყოთ. ასე ეხმაურება ტრამპი ირანთან დადებულ გზავს. მისი თქმით, ბევრი დადებითი ქმედება იქნება და ირანს შეუძლია რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყოს. ტრამპის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის მოწესრიგებას. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ირანელები თეირანის ქუჩებში შეიკრიბნენ. მათ ამერიკისა და ისრაელის დროშები დაწვეს. დადებულ შეთანხმებას ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. იგრძნობა შვება, რომ ელექტროსადგურებს თავს არ დაესხმებიან, თუმცა ირანელების ნაწილი შეთანხმების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები. ისრაელი მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები, თუმცა როგორც პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს. მისი თქმით, მხარს უჭერს ამერიკის ძალისხმევას, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის.